ტიტანობოა ალბათ არ ყოფილა მტაცებელი ძალადობის თვალსაზრისით, არამედ უფრო თევზების მოყვარული მტაცებელი. მისი თავის ქალის ძვლები მიუთითებს საკვებისადმი სპეციფიკურ ადაპტაციებზე. მრავალი, თუმცა ნაკლებად გამძლე კბილი და პირის აგებულება, რომელიც გავს თანამედროვე თევზის მჭამელ გველებს. ეს თეორია დასტურდება მისი პალეოცენური გარემოთი კოლუმბიაში, ტროპიკულ რეგიონში, სადაც არსებობდა უზარმაზარი მდინარეები. ტიტანობოა ალბათ ცხოვრების უმეტესი ნაწილს წყალში ატარებდა. თუმცა არსებობდა კიდევ ერთი უძველესი გველის ოჯახი, რომელიც შესაძლოა უფრო საშინელი ყოფილიყო, მათცოიდები. მათ ჰქონდათ არა მხოლოდ უფრო აგრესიული კვების ქცევა, არამედ სასტიკი უნარი მსხვერპლის მოსაკლავად. ბოლო კვლევების მიხედვით ისინი ტიტანობოასაც კი აღემატებოდნენ ზომით. მათცოიდები იყვნენ გიგანტური გადაშენებული გველები ეოცენის ეპოქიდან, დროიდან, როცა ცენოზოური ეპოქა უკვე მიმდინარეობდა და ძუძუმწოვრები იწყებდნენ აღზევებას. ამ პერიოდში, მიუხედავად ძუძუმწოვრების ზრდისა, რეპტილიები, ფრინველები და თევზები კვლავ დომინირებდნენ ეკოსისტემებში. გველები განსაკუთრებით კარგად ფლობდნენ ადრეულ ცენოზოურ ეპოქას და მათ შორის ვასუკი ინდიკუსი იყო ყველაზე დიდი ნამარხებში აღმოჩენილი გველი. გამოირჩეოდნენ პრიმიტიული ხბის მექანიზმითა და ხერხემლის აგებულებით, რაც აძლევდა საშუალებას ჩასაფრებულად ნადირობაში. ზოგი აღწევდა 10 მეტრზე მეტს, მაგრამ ვასუკი ინდიკუსი სავარაუდოდ იყო ყველაზე დიდი, 15.2 მეტრის სიგრძით. მიუხედავად იმისა, რომ ტიტანობოაზე გრძელი იყო, მისი 11 სანტიმეტრიანი ხერხემლის ძვლები მიუთითებს უფრო თხელ, მოქნილ, მაგრამ ნელი მოძრაობის სხეულზე. პირველად გამოჩნდნენ გვიან პერიოდში, დინოზავრებთან ერთად და გადაურჩნენ კრეიდულ მასობრივ გადაშენებას. მათ ჰქონდათ ძლიერი კუნთები, რომლითაც დიდ მსხვერპლს იჭერდნენ, მაგრამ ყბის ნაკლები მოქნილობის გამო ვერ ყლაპავდნენ მას მთლიანად. ისინი კბილებითა და ყბით ხევდნენ მსხვერპლს ნაწილებად. ეს გიგანტური გველები ცხოვრობდნენ ინდოეთსა და მადაგასკარზე და მათი ზომა თანამედროვე ყველაზე დიდ გველებს უტოლდებოდა. მადაგასკარზე ისინი ზოგჯერ აღწევდნენ 8 მეტრს, რაც უდრის ყველაზე დიდ პითონებს. ამ ზომამდე გაზრდილი იყო ნამდვილი მტაცებელი, რომელიც შესაძლოა ნადირობდა თითქმის ყველა დინოზავრსა და ძუძუმწოვარზე თავის არეალში. ინდოეთში კი ეს ოჯახი გადარჩა და იზოლაციაში განვითარდა. ტემპერატურის მატებამ და კონკურენციის ნაკლებობამ საშუალება მისცა მათ ზომით კიდევ უფრო გაზრდილიყვნენ, დაახლოებით 47 მილიონი წლის წინ, ეოცენის შუა პერიოდში. ამან წარმოქმნა ტიტანობა ვასუკი ინდიკუს, შესაძლოა ყველაზე გრძელი გველი ისტორიაში. 2005 წელს გუჯარატში ჩატარებულმა აღმოჩენამ აჩვენა, რომ ეს გველი იყო 12-დან 15 მეტრის სიგრძისა და იწონიდა დაახლოებით 1 ტონას. ის იკვებებოდა ნიანგებით, კუებითა და უძველესი თევზების მსგავსი ვეშაპის წინაპრებით. ვასუკი იყო უდიდიდესი მტაცებელი ზომითა და წონით, რომელიც თავის ეკოსისტემას მილიონობით წლის განმავლობაში მართავდა, სანამ ტემპერატურის ვარდნა მისი გადაშენება არ გამოიწვია. მაგრამ მისი ოჯახი ვასუკით არ დასრულებულა. ისინი გავრცელდნენ მთელ მსოფლიოში, თუმცა ავსტრალია გახდა მათი მთავარი თავშესაფარი. აქაც გაჩნდა ორი დიდი სახეობა: ულუნგა და უნამბი. ულუნგა, რომელიც ცხოვრობდა დაახლოებით 23 მილიონი წლის წინ კვინზლენდში, აღწევდა 6 მეტრს, იყო ხმელეთის მტაცებელი და საკუთარი გვარის სხვა გველებზეც კი ნადირობდა. მეორე, უნამბი, შედარებით მცირე ზომის იყო, 4 მეტრის სიგრძით, მაგრამ სწორედ ეს ზომა დაეხმარა მას გადარჩენაში. როდესაც ავსტრალიის კლიმატი უფრო მშრალი და ცივი გახდა, ულუნგა გადაშენდა დაახლოებით 11.6 მილიონი წლის წინ, ხოლო უნამბი გადარჩა და გახდა მათცოით და უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელიც არსებობდა 10 მილიონ წელზე მეტხანს. ნამარხების მიხედვით ის ცხოვრობდა ცივ და ნოტიო გარემოში, იმალებოდა წყალგუბეებთან. მიუხედავად იმისა, რომ საშიში მტაცებელი იყო, მას კონკურენციას უწევდნენ გიგანტური ფრინველები, მანქანის ზომის ვომბატები და უზარმაზარი ხვლიკები. მათცოითა საოცარი 23 მილიონ წლიანი არსებობა მტკიცებულებაა მათი საოცარი ადაპტაციისა და ევოლუციური წარმატების შესახებ.